ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას CSKO-ს საგანგებო განცხადება მოხდა. კომისია კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლების ბეჟან გუნავას, მედიან ეფარიძისა და ნინო ფხაკაძის მხრიდან საოლქო კომისიის თავმჯდომარის ჰასმიკ მარანგოზიანისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაზე საუბრობს. კოალიციის წარმომადგენლები კი CSKO-ს მიკერძოლობაში ადანაშაულებენ. ინფორმაცია ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გუშინ საღამოს გამოქვეყნდა. განცხადებაში CSKO იუწყება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ჰასმიკ მარანგოზიანს კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამავე განცხადებაში კომისია გმობს ძალადობის ფაქტს და საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილეს თავშეკავებისა და ურთიერთპატივისცემისაკენ მოუწოდებს. ინციდენტს მალევე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ქართველი ხალხისთვის საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური და აღსარებლობის წარმომადგენელი არ არის უცხო. ის არის ქართული სახელმწიფო ერისა და ქართული ნაციონალური სახელმწიფოს წარმომადგენელი. მეცხრეახმა ჰასმიკ მარანგოზიანის კომენტარის ჩაწერა ახალქალაქში სცადა, თუმცა უშედეგოდ. საოლქო კომისიის თავმჯდომარემ საამისოდ სპეციალური აკრედიტაცია მოითხოვა. შემთხვევის დეტალებს არ მალავენ ინციდენტის სხვა მონაწილეები. მედიან ეფარიძე იხსენებს, რომ მარანგოზიანის აგრესია საარჩევნო უბნებზე დარღვევების აღმოჩენამ გამოიწვია. აქ მოვაჩინეთ რიგი დარღვევები და ეს არის სიამოვნად. და აქედან გამომდინარე პირდაპირ ვერ გვითხრეს და გადაწყვიტეს შემოვლითი გზებით გაიხორციელებინა ზეწოლა. ხალბატონი ჰასმიკი წდა ტასაცმელში და ცდილობდა ტელეფონის წართმევას. იმის დასტურად, რომ კონფლიქტი თავად ჰასმიკ მარანგოზიანმა დაიწყო, კოალიციის წევრები ფარულ ვიდეო ჩანაწერებს აქვეყნებენ. ინციდენტის ამსახველ ვიდეო მასალას კოალიციის წევრები სამართალდამცველებსა და CSKO-ს მიაწვდიან.